ეს კანონი არის კონცეფცია თავისი არსით არის ავტორიტარული ზღუდავს უნივერსიტეტების ავტონომიას ყველასი თუ სახელმწიფოსი და ზღუდავს უმაღლესი განათლების პროცესში ჩართული ყველა აქტორის, ადმინისტრაციის, სტუდენტის თუ აკადემიური პერსონალის არჩევანს და თავისუფლებას. ახლა აქ უკვე გაჟღერდა ეს და ძალიან მნიშვნელოვანია ესეც უნდა აღინიშნოს რომ თვითონ ამ კონცეფციამ იმთავითვე არ წარმოიღო ძალიან დიდი წინააღმდეგობა და ცოტა დაბნელობა შემოიტანა, იმიტომ რომ როგორც ავტორიტარულ რეჟიმებს ჩვევიათ და ეს ჩვენი ავტორიტარების ინოვაცია არ არის კარგად დამკვიდრებული ავტორიტარული პლეიბუქიდან ან სახელმწიფოდან არის აღებული ეს მიმართება, აქ ორი მიმართება არის მინიმუმ. ერთი ნახევრად სიმართლეების სწორად იყო აღნიშნული და მეორე ნორმატიული სარჩული, რომ თითქოს ამ რეფორმით გაუმჯობესდება რაღაცეები. ანუ პრობლემური მხარე, რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, რომ განათლების ხარისხი შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს და დაიხვეწოს. ყველას გვესმის, რომ უნდა გაიზარდოს სტუდენტთა დასაქმება, უბრალოდ კურსდამთავრებულთა დასაქმება. ყველას გვესმის, რომ მეტად უნდა პასუხობდეს საგანმანათლებლო პროგრამები ბაზრის მოთხოვნებს, მაგრამ ამ კონცეფციაში ეს მიზნები და ეს მიზეზშედეგობრიობა თანდაყირად დგას. ზოგიერთი პრობლემის გადაჭრა ეწინააღმდეგება ზოგიერთ მიზანს და ზოგიერთი მიზანი საერთოდ საწინააღმდეგოა დასახელებული პრობლემის